მოგესალმებით ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებო და ჩვენო გამომწერებო. დღეს ვიმყოფებით საქართველოს სუპერთასის ნახევარფინალზე იბერიასა და დინამო თბილისის შორის, რომელიც მიხეილ მესხზე იმართება. მოკლედ ერთმატჩიანი დაპირისპირება, სადაც გაირკვევა გამარჯვებული, რომელიც დაუპირისპირდება გორის დილასა და ტორპედოს შორის გამარჯვებულს. ორივე გუნდში საკმაოდ ბევრი ცვლილებებია, განსაკუთრებით დინამოში. გუშინ აბდულა იორომ და ნანა კოფიდონკორმა დატოვეს გუნდი. ასევე ცვლილებებია იბერიის შემადგენლობაში, სადღან გურამ გოშთელიანმა დატოვა გუნდი. ეს ვაჰიდ სელიმოვიჩი არის ტრავმირებული და ვერ დაეხმარება გუნდს. ასე რომ, ასე ვთქვათ, რაც სეზონში ვიხილეთ ამ გუნდებისგან ძირითადი შემადგენლობები, მისგან განსხვავებულია. ძირითადში დინამოს შემთხვევაში არის ახლად შენაძენი, კოუტო, ტეიშეირა და ასევე ონომაც ძირითადშია. მოკლედ ნახოთ როგორი თამაში შედგება, იმიტომ რომ ბევრი ცვლილება, გუნდები ფაქტობრივად ახალი დანამატებით ემზადებიან, რომ უფრო ფორმაში შევიდნენ და მზად შეხვდნენ ევროტურნირებს. წინ ძალიან საინტერესო დაპირისპირება გველოდება, როგორც იცით, ამ ორ გუნდს შორის უკვე ორჯერ შედგა თამაში ეროვნულ ლიგაში. ერთი დინამოს საკუთარ მოედანზე, დინამო არენაზე 2-0 დაამარცხა იბერია, ხოლო აქ მიხეილ მესხზე 0-0 დამთავრდა თამაში. მოკლედ ორი ძლიერი გუნდის და მიმდინარე სეზონის ორი ფავორიტის დაპირისპირება არის. მიუხედავად იმისა, რომ გუნდებში ცვლილებებია, იბერიას ახალი მწვრთნელი ყავს, უკვე მიდის ფეხბურთელების მისვლა-მოსვლა და ცდილობენ რომ საბოლოოდ დააკომპლექტონ გუნდი ევროტურნირებისთვის. ნახოთ როგორ ფორმაში და როგორ ტონუსში ხდებიან ამ მატჩს და ნახოთ ვინ იქნება გორის დილასა და ტორპედოს შორის გამარჯვებულის მეტოქი. შუაში გაიხსნას ვიღაცა. აი მატჩის მე-12 წუთზე დაწინაურდა იბერია. ბედოშვილმა გაიტანა ძალიან ეფექტური გოლი და ახლო კუთხეში ახლო მანძილიდან გაუტანა ლორია ძლიერი დარტყმით. თითქოს დინამოს ცდილობდა უპირატესობის აღებას პირველ 10 წუთში, მაგრამ კონჩეტევაზე უფრო ბასრი იყო დინამო. კონჩეტევაზე უფრო ბასრი იყო იბერია, ჰქონდათ მანამდე რამდენიმე მომენტი, ნაწყებიას გარღვევა იყო დინამოს კუთხურის შემდეგ და რომელიც არასწორი პასი გააკეთა ბაშაშვილზე, თორე 1-1-ზე ტოვებდა ლორიასთან, ეხლა კიდევ უფრო მეტად დაიჭირა ბუთი იბერიამ და შეძლეს გოლის გატანას. საინტერესოა დინამო რას შემოგთავაზებს.
პირველი ტაიმი უკვე დასასრულს მიუახლოვდა 44 წუთია და ძალიან მაგარი თამაში გვაქვს ოთხრივი მომენტები, სადაც დინამოს უფრო რეალური მომენტები ჰქონდა, რა თქმა უნდა. იბერიას გოლის შემდეგ ორჯერ კუხე ვერ დაკეტა ერთხელ მათე ვაწაძე იყო და მეორეჯერ კოუდო ტეიშეირა. ასევე ჰქონდათ ერთი მომენტი, როცა საჯარიმოში იბერიას მარჯვენა მცველმა დაკარგა ბურთი და ცარიელ კარში ააცილა ტეიშეირამ. მოკლედ უამრავი მომენტი აქვს დინამოს, სადაც შეეძლო გოლის გატანა და უკვე წინ გასვლა ანგარიშის, თუმცა განაცხად მომენტში არ უმართლებს, რადგან ყველა მათი დარტყმა კარებს სცდება. ნახოთ როგორ გაიზრდება თამაშის დანარჩენი ნაწილი, რადგან ამდენი განიავებული მომენტის შემდეგ შესაძლოა რომ იბერიამ ისევ იპოვოს თავის თამაში და მოახერხოს უკვე ორბურთიანი ანგარიშის წინ გასვლა. თამაში 66 წუთია და ანგარიშის ჯერჯერობით ისე უცვლელია, თუმცა უამრავი მომენტი იქნება მეორე ტაიმშიც. ლორიას ორი სერვის გაკეთება მოუწია და ეხა ბართიშვილსაც ძალიან მაგარი მომენტი ჰქონდა. თითქმის 1-1-ზე გასულს ლორიასთან, თუმცა კარს ააცილა ბურთი. საპირისპიროდ კი დინამო უფრო აქტიურია, დინამო ცდილობს რომ თამაში გააკონტროლოს, მაგრამ არ გამოსდის მომენტის შექმნა. უფრო სწორად დამაგვირგვინებელი ფაზა აქვს ძალიან ცუდი, რადგან კარში ზუსტად დარტყმას ვერ ახერხებენ. კონცეტებებზე გადაეწყო სრულად იბერია და საკმაოდ ბასრი და უფრო ეფექტური არის მათი კონცეტებები და იბერიას მომენტები მეორე ტაიმში უფრო ახლოს არის გოლის გატანასთან, ვიდრე დინამოს. ხრის შემთხვევაში უკვე იქნება პენალტების სერია. მატჩი დასრულდა ანგარიშში 1-1 იბერია. გაიმარჯვა იბერიამ ძალიან ძიმე მატჩი. და ძალიან გაუმართლა. ანუ ესეთი გამართლება უკვე ძალიანში გადის. ხო რა. ფორტუნა მათხარეს იყო დღეს, იმიტომ რომ განსაკუთრებით მეორე ნახევარში წარმოუდგენელი ბურთები არ შევიდა, იქ ნინო ამძელს გაარტყა, იქ კუთხურიდან აი დაახლოებით 4 კაცს ჰქონდა შანსი რომ გოლი გაეტანა, მაგრამ აი ვერ ჩახურეს ვერანაირად რაღაც მილიმეტრებით აცილა. და საინტერესო წერა, ეხლა რო აიღო და სტატისტიკა რო ჩახედო, სტატისტიკას რო ჩახედო. ძალიან თანაბარი თამაში იყო. ძალიან ბევრი მომენტი იყო, ნამდვილად არ იმსახურებდა ეს მატჩი 1-0-ს. ძალიან ბევრი მომენტი ჰქონდა იმისთვის, რომ 4-5 გოლი რო გასულიყო, მაგისთვის საკმარისი მომენტები იყო ამ თამაშში. და ეს და მე პირადად ჩემი პირადი შეფასებით შემიძლია გითხრა, რომ დინამო ბევრად ჯობდა, უბრალოდ კარს ვერ დაუმიზნეს. ჩარჩოში ვერ გაარჩა. შეტევაზე იბერიას კარგი იყო, ბევრი მომენტი შექმნეს, განსაკუთრებით მეორე ტაიმის დასაწყისში. იქ მე გაჭყებია საულღო, ბართიშვილი თითქმის 1-1-ზე იყო და აცილა, მოკლედ ორივე მხარეს ძალიან ბევრი მომენტი იყო, მაგრამ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ერთისთვის სამწუხაროდ მეორისთვის საბედნიეროდ ეს 1-0 მორჩა იბერიას გამარჯვებით და იბერია იქნება ფინალის მასპინძელიც. რადგან პირველ ადგილოსანია ბორის დილასა და ტორპედოს შორის გამარჯვებულს აქ მიხეილ მესხზე უმასპინძლებს და სავარაუდოდ ჩვენც აქ ვიქნებით. სავარაუდოდ ჩვენც აქ ვიქნებით, რა თქმა უნდა, კი არა, უეჭველი ვიქნებით.
და ისიც საქართველოს სუპერთასის ფინალი, სადაც იბერია და ქუთაისის ტორპედო დაუპირისპირდებიან ერთმანეთს მიხეილ მესხის სტადიონზე. როგორც მოგეხსენებათ, იბერიამ 1-0 დაამარცხა აქ მიხეილ მესხზე დინამო თბილისის ნახევარფინალში, ხოლო საპასუხოდ ტორპედომ გოლის დილა დაამარცხა. საინტერესო ცვლილებებია ორივე გუნდში, როგორც უკვე მოგახსენეთ, ბევრი ცვლილებაა. პირველ რიგში, რაც თვალსაჩინოა ტორპედოს შემთხვევაში, ფილიპ კლიაიჩი უკვე ზედიზედ მესამე მატჩი არ იქნება შემადგენლობაში. ის ტრამვიდან ჯინჯლოვა დაუბრუნდა, თუმცა ის არ იქნება ზეითად შემადგენლობაში და სათადარიგო და სკამიდან დაიწყებს მატჩს. როგორც იცით, სუპერთასის ფორმატი არის იმ შემთხვევაში, თუ 90 წუთი დასრულდა ფრედ, პირდაპირ პენალტების სერიაში გადავდივართ და ნახოთ ველოდებით მაქსიმალურად დრამატულ ფინალს, როგორც ამ გუნდებს შეეფერება და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი მოოდინები გამართლდება. ნახოთ როგორ დასრულდება დღევანდელი ფინალი, რადგან ეს არის ბოლო ჯერ ამ ფორმატით ჩატარებული სუპერთასი და ახალი სეზონიდან უკვე ახალი ფორმატით გვექნება. მეხუთე წუთზე არაბიძის გარღვევის შემდეგ კომნენ ანდრიჩს გაუკეთა საგოლე გადაცემა და გაიტანეს ქუთაისელებმა სწრაფი გოლი და უკვე თამაშის იმის შესაძლებლობას მოგცემს, რომ ბევრად გახსნილი იყოს და იბერიას აქ თამაში შემოსატრიალებელი. შესაბამისად ველოდებით მათ უფრო გააქტიურებას, იმიტომ რომ თითქმის პირველივე მომენტიდან ისარგებლეს უკვე ქუთაისელებმა და გახსნეს ანგარიში. საინტერესოა რა პასუხს გასცემს ამ ყველაფერს იბერია. ტორპედოს პირველი გოლიდან უკვე 2 წუთში მეორე მომენტი შექმნეს ქუთაისელებმა და საჯი წავიდა გადაამოწმოს იყო თუ არა პენალტი. ნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ტორპედო, შეიძლება უკვე მე-10 წუთზე 2-0 გავიდეს ანგარიში წინ. სათადარიგოთა სკამზე დაიძაბა სიტუაცია მომენტის განხილვისას. არბიტრმა არ დანიშნა პენალტი, თუმცა სასთან შელაპარაკების გამო უკვე დემჩენკოს ასისტენტი მოდებაძე გააძევა მოედნიდან მატჩის მთავარმა არბიტრმა. როგორც ჩემს უკან ტაბლოზე ხედავთ ანგარის, უკვე მეორე გოლი გაიტანა ტორპედომ და უდიდესი ნაბიჯი გადადგა იმისკენ, რომ საქართველოს სუპერთასის 26-ის გამარჯვებული გახდეს სწორედ ქუთაისური გუნდი. რაც შეეხება გოლს, არაბიძემ გაიტანა ცველის უხეში შეცდომის შემდეგ, რომელიც თავით უგდებდა მეკარეს, მაგრამ მოახერხა ბურთის მოპარვა და ძალიან მარტივად თითქმის დაუცველ კარტში გადაგზავნა უკვე ბურთი. ძალიან მძიმე მდგომარეობაშია იბერია. თამაში არ გამოდის, ქმნიან ბევრ მომენტებს, აქვს სტანდარტები, უფრო ხშირად, თუმცა ამ სტანდარტებს არაფერი არ მოყვება.
ნახოთ შეძლებს აქვს თუ არა იმიზალა იბერიას რომ როგორმე გადატეხა შეიტანოს მატჩი და ამისთვის მათ რაც შეიძლება მალე სჭირდებათ პირველი გოლის გატანა. გოლიდან 2 წუთის შემდეგ უკვე დაბრუნდა თამაში იბერია ახალგაზრდულმა შეძლო ანგარიშის შემცირება უყურადღებოდ თამაში იყო ასევე ქუთაისელთა მხრიდან რადგან ჩაწოდება 100 გაეპარათ ასე ვთქვათ საჯარიმოში და მარტივად დახურა კუთხე ახალგაზრდულმა უფრო და უფრო იძაბება თამაში და ვნახოთ როგორ გაგრძელდება და ვინ გახდება საბოლოო სუპერთასის გამარჯვებული. ორით ერთი პირველი ტაიმის შემდეგ ფინალი ზუსტად თავის აფიქსას ამართლებს და როგორიც უნდა იყოს ისეთია ძალიან დაძაბული უხეში რიგ მომენტებში ვნახეთ რამოდენიმე ჩხუბი და კამათი მწვრთნელებს შორისაც არ დანიშნულ პენალზე რა გადაწყვეტილებაც მიიღო მატჩის მთავარმა არბიტრმა მოკლედ ველოდებით რომ მეორე ტაიმში მაქსიმალურად უნდა დაიხარჯოს იბერია რომ მინიმუმ ჯერ ანგარიში გაათანაბოს და შემდეგ იფიქრონ მოგებაზე. სამოცდამერვე წუთია და ანგარიში ჯერ კიდევ უცვლელია, თუმცა მეორე პირველ ტაიმისგან გასხვავებით ის შეიცვალა, რომ საკუთარ საჯარიმოსთან არის ვიჯაჭვული, ლოუ ბლოკში თამაში გადაწყვიტა ტორპედომ და თითქმის წინ საერთოდ არადიან. ერთი მომენტი ჰქონდათ კონშეტევაზე დიეგო დეისაზეს, თუმცა არაზუსტი დარტყმა იყო, ვერ შეძლო კარის მიმართულებით ბურთის გადაგზავნა. სხვა რაც შეეხება ძირითადად სულ უტევს იბერია, აქვს მომენტები, აქვს სტანდარტები, ჯარიმიდან, კუთხურიდან ჩაწოდებები, თუმცა გადამწყვეტ ფაზაში კარის მიმართულებით დარტყმა უჭირს. ფაქტობრივად გოშაზეს თამაში ჩართვა არ უწევს. ერთადერთი მომენტი იყო, როცა კუციას დარტყმენ ძალიან მარტივად ხელში დაიჭირა. შეძლო იბერიამ წონასწორობის აღდგენა უკვე 78 წუთზე 2-2-ია. ბართიშვილის ასისტი და წინვალე დაგვირგვინება იყო დადიანისგან. მოკლედ აღდგა წონასწორობა თამაში და შეძლო იბერიამ გათანაბრება. ეხლა კი უკვე მატჩის დასრულებამდე დარჩენილია 12 წუთი, ძირითადი დროის პლუს დაემატება მაგას და 4-5 წუთი სავარაუდოდ იყო, იმიტომ რომ ბევრი შეჩერება იყო და ძალიან ახლოს ვართ იმასთან, რომ ჩემპიონის ბედი სუპერთასში გადაწყდეს პენალტებში. დავაი. ბოლო წუთების დროა. იბერია გზადდება ჩასაწერებლად. ნახოთ ბოლო ჩაწოდება და მეტად. მატჩი დასრულდა პრედ 2-2. დადიანის გოლი ბოლო გამართლებული გოლი. იბერია უკვე 10 კაცი დარჩა თამაშის ბოლო 15 წუთი და უფრო მეტად შეძლო ტორპედოს რომ დასრულიყო წინ და ბოლო წუთებში მოიგოთ მატჩი. ნახოთ პენალტებში როგორ დასრულდება შეხედა.
პენალტების სერიაში გოშაძეს გმირობა სიხარულაშვილს აუღო პენალტი და გადამწყვეტი პენალტი დიეგო დეისაძემ შეასრულა უნაკლოდ. თითქმის არც ერთ პენალტში მაკარიძეს შანსი არ ჰქონია რომ მოეგიერებინა. შესაბამისად 2026 წლის სუპერთასის ჩემპიონი არის ქუთაისის ტორპედო. მიულოცოთ ქუთაისის გუნდს. ძიმე მატჩი 2-0 იყვნენ წინ, შემდეგ გაუთანაბრა იბერიამ და პენალტებში გადაიყვანა თამაში, მაგრამ მაინც გადასძალეს პენალტების სერიაში და გახდნენ 2026 წლის სუპერთასის ჩემპიონები. You played low block. It was your directions or the game was this kind? No, it was the consequence of the game in the first half. We scored 2 times by counter-attacks, and then we didn't have the control for the match. When we are honest, Iberia was the better team by playing football. They had the better chances to score and more possession of the ball. And we defended in the first half good, in a good way, but we had 2-3 situations where we made presence for Iberia, especially in front of the first match, the first goal. On our right side, we presented the ball to Iberia and they scored. And the second one, the second goal in the second half was the same. We defended this attack not good, so that we must go in the penalty shootout. And this is a lottery. Everything can be happened. And when we are honest, Iberia has also deserved to win this trophy, and we are in this match, and at the end a little bit the lucky winner. When we last time talked, it was your win against Dinamo Tbilisi, and then you had some tough matches, not the good results. Now you are the champions of the Super Cup. What this win means to the team? What will change for the future, especially for the Euro Cups? It gives us a lot of confidence, and but we saw also that we must something do until this match because some attacks of Iberia came too easy to our goal and to our box, so that we must better defend in different situations. But at the first, I'm very happy today that we can get this cup. After the game by Dinamo Tbilisi, this 1-0 victory, we had difficult
time window because we had a lot of injured players. Some players was suspended by yellow or red cards, and we didn't make too much points. But in the last two matches we played, in the championship we played 2 times good. And in Gori we played 2-0, 1-0 win. And also today I'm not disappointed by the performance, but also I must say we can do it better. You have some additions, new players, also some players left like Basiladze. What are you expecting for the future? Will you continue to bring new players before the Euro Cups, or the transfer window is done for the Torpedo Hotel? No, the transfer window isn't done for us, but it's a short time window. It's only 1 week to the first match in Azerbaijan to take new players. Dino made a debut in Gori. Now Virgil made a debut in this match, and we are in speakings with some players. They are interesting for us, and hopefully we can pick 1 or 2 more to our club, to our team, and they make us better. Thank you. So it was a big win for you before the Euro Cups. What will change in your game? Thanks. First of all, thank you for these things. Second, last maybe 3-4 weeks, 2-3 weeks, we have a lot of problem with the players. A lot of players injury. Matteo Itraki, he's so important for our game. He's our number 6, and we need him also. A lot of young players was come in the team like without experience. Also, like some players, if you're looking behind, some players getting red card. One time Mamush, one time Mane, and that's all the times make a problem for us because we don't have a big squad. But now we get some new players. You can so like last 2 games with Dino Skorup, and he's experienced player. Also, our main players coming back step by step, and now I hope we will just be better and better, and of course with new players it's a big help, and that's it. Okay, thank you. Now Euro Cups are coming. How's your expectations? How are you preparing for the games? What's the atmosphere in the team? Yeah, now after this trophy, of course, will help us for confidence for everything. I tell you, we will be step by step better and better because with new players and old players like coming back in the team. Until today, we don't speak anything about Azerbaijan club because we focus on this game, and that's it. You are going towards World Cup or Djokovic game? Bro, this is funny question, bro. Djokovic is our god in our country. He's biggest guy in history of Serbia. He's our ambassador, our everything. Like just Novak Djokovic all the time.